საქართველოს ფოკუსში ამ სახელწოდებით ბრიუსელში ფოტოგამოფენა გაიხსნა. ღონისძიება შესაძლებლობაა დამოუკიდებელი მედიის როლის გააზრებისა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის კრიტიკულ მომენტში. გამოფენა ვიზუალურად მოგვითხრობს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის სოციალურ-პოლიტიკურ რეალობას. გამოფენილია ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები 2015-2025 წლებში გადაღებული დოკუმენტალისტების ეს ფოტოები აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის პრემიითაა დაჯილდოებული. გამოფენა ასახავს საქართველოს განვლილ გზას მის ათწლიან პერიოდს საზოგადოების ბრძოლას თავისუფლებისთვის. ქართული მედიის წარმომადგენლები წლების განმავლობაში განაგრძობდნენ მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ განიცდიდნენ წნეხსა და ფიზიკურ ძალადობას. ბრიუსელში ერთ-ერთი მომხსენებელია გურამ როგავა, ჩემი კოლეგა ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რეჟიმის რეპრესიები და სისასტიკე. გურამ, საღამოშიდობისა. მადლობა, რომ მოიცავთ. საღამოშიდობისა. მადლობა. გუკა, მე მაინტერესებს აღვიწერო აი ამ გამოფენის არსი და შენი როლიც აი ამ გამოფენის გახსნის პროცესში. შენ იყავი მიწვეული როგორც სპიკერი, მე მაქვს ხელთ შენი სიტყვა, სადაც ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთე, ამას აუცილებლად დაუბრუნდები, თუმცა პირველ რიგში ამ გამოფენის დატვირთვაზე და იქ შენს მიწვევაზე თუ შეიძლება. ეს შენობა სადაც გაიხსნა ეს გამოფენა, ნინო ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის, ვისაც საერთაშორისო ვიზიტებზე გვიმუშავია, უცხო არ არის, ჩვენ ხშირად ყოფილვართ ამ შენობაში, ეს არის ევროკავშირის საგარეო საქმეთა შენობა, ოფისი, რომელსაც აქვს ულამაზესი, ძალიან დიდი დერეფანი და დღეს ამ დერეფანში მხოლოდ საქართველოს 10 წლის პერიოდის ამსახველ ფოტოებს ნახავთ. დღეს გაიხსნა ეს გამოფენა, მას ნახავს უამრავი ადამიანი, ისიც ვინც უბრალოდ მიზანმიმართულად არ წავა გამოფენის სანახავად, უბრალოდ ჩაივლის, იმიტომ რომ ეს არის დერეფანი, სადაც ყოველდღიურად ევროკავშირის მაღალჩინოსნები გადაადგილდებიან, დელეგაციები, რომლებიც ჩამოდიან აქ ოფიციალური შეხვედრების გასამართად, იქ სწორედ ამ დერეფანს გაივლიან და ხო, შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სივრცეს არ აქვს მხოლოდ ის ფუნქცია, რომ ეს არის საგამოფენო სივრცე, ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიურად უბრალოდ შემთხვევითი, ასე ვთქვათ, შემთხვევითი ბრწყალებში გამრვლელი ნახავს საქართველოს უახლესი ისტორიიდან მნიშვნელოვან კადრებს. მე აქ ვიყავი მოწვეული როგორც სპიკერი, ფაქტობრივად მე ელჩ ჰერჩინსკისთან ერთად გავხსენი ეს ღონისძიება და შესაბამისად ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად სიგნალი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ მკაფიობა არის მნიშვნელოვანი, თუ აქამდე თუნდაც პაველ ჰერჩინსკი ერიდებოდა მისი დიპლომატიური მისიიდან გამომდინარე გარკვეული მკაფიო შეფასებების გაკეთებას, ეს უკვე დიდი ხანი ასე არ არის, მაგრამ დღეს ბრიუსელში მისი გზავნილიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ზუსტი. გურა, ჩვენ ნახეთ, რომ ძე ამაღლობელია ფონზე ჯერ ერთი იმ კადრში, სადაც შენ გახსენი გამოფენა და სიტყვით გამოდიხარ და მეორე რომზე არის მუდმივად ევროკავშირის ყურადღების ცენტრში, ესეც არის ფაქტი, მან მიიღო უმაღლესი ჯილდო ჟურნალისტებისთვის, თუმცა ამას არ მოუხდენია გავლენა არანაირი რეჟიმზე. საიმისოთ, რომ ეზრუნა ამ უდანაშაულოდ დაპატიმრებული ჟურნალისტი ქალის გათავისუფლებისთვის. ის ახლა გვიყურებს ალბათ საკნიდან, მას რომ მოამბო მისი სახელის შესახებ აი ამ სივრცეში რა როლი ჰქონდა მზიას ფოტოს და მზიას ამ გამოფენაზე, როგორც უკვე გითხარით, იყო 10 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა აქტუალური მოვლენიდან კადრები, მაგრამ დღეს გამოკვეთილად ჩანდა მზიას ფოტო, ის არის სასამართლოს სხდომათა დარბაზში, შუშის კისოსებში მოქცეული და ეს არ იყო მხოლოდ ფოტო, ეს იყო გზავნილი სიგნალი, რომ ჩვენ გვხედავენ ჩვენი პარტნიორები, მათ ესმით ჩვენი და მნიშვნელოვანია მათთვის ჩვენი ეს ბრძოლა, რომელსაც მათ შორის ჟურნალისტები აწარმოებენ და კი ეს არის ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ გვიპირისპირდება რუსული სისტემა, ეს კაფიო და ცხადია და ამას ადასტურებს ის ნინო, რომ დღეს უფრო მნიშვნელოვნად ღია განცხადებები კეთდება ბრიუსელში, ვიდრე ცოტა ხნის წინ იყო. მზიას ასე წარმოჩენა აქ ამ გამოფენაზე, ზუსტად ამის გზავნილიც არის, რომ რაღაცნაირად მე ასეთი აღქმა მაქვს, გამოფხიზლების მომენტი დგება ევროკავშირშიც და მე მზიას მინდა აქედან მივესალმო, თუ ის გვიყურებს, დღეს ჩემი სიტყვით გამოსვლა საკმაოდ ხანგრძლივი იყო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი სწორედ მზიაზე გავაკეთე მე.
მზია არის სიმბოლო ჟურნალისტიკის გამძლეობისა საქართველოში და მე ასევე ვთქვი დღეს ჩემს სიტყვაში რომ აი ჟურნალისტისთვის ყველაზე დიდი კოშმარი რაც შეიძლება იყოს ის რომ მუშაობდე და შენ არ გიყურებდნენ არ გისმენდნენ და საერთოდ არ გიმჩნევდნენ. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი კოშმარი, ხო? იმიტომ რომ ჩვენს მუშაობას აზრი ეკარება. მე ვთქვი რომ მნიშვნელოვანია ახლა ჩვენ როგორც ვგრძნობთ ამას საქართველოში, ხო ჩვენ რეიტინგი მათ შორის ფორმულასი გაიზარდა ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვნად, ხო? ეს ნიშნავს რომ ჩვენ მაყურებელი გვენდობა, მიხვდა მაყურებელი ჩვენი როგორც თავისუფალი მედიის მნიშვნელობას და არს და მე აქ დღეს ინგლისურ ენაზე ჩვენს პარტნიორებს მათთვის გასაგებად ხარი რომ ახლა ჩვენ გვინდა გავიგოთ თქვენგანაც რომ ჩვენ ხედავთ ჩვენი გესმით და თუ შეიძლება უფრო იაქტიურებთ, უფრო მკაფიოები იყავით და უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადადგით ჩვენი ჟურნალისტების დახმარებისთვის, იმიტომ რომ თუ ეს არ მოხდა ბოლოს პერიოდში, უბრალოდ შეიძლება საქართველოში თავისუფალი მედია აღარ არსებობდეს და შესაბამისად ეს ნიშნავს რომ დემოკრატია საბოლოოდ დასამარხდა. გუკა, შენ სიტყვაში თქვი რომ როდესაც ამ პროფესიაში მოხვედი, არ გიფიქრია რომ შენ თვითონ გახდებოდი ამბავი, შენ თვითონ გახდებოდი ისტორიის ისტორია, ასე ვთქვათ, ასე უწოდებენ ხომ ინგლისურად ამბავს, რომელიც კონკრეტული პირის შესახებ ისტორიას ასახავს. ასევე მზიას თემა. მზია თავისი პროფესიული მუშაობის შედეგად გახდა სამიზნე პოლიციის და ისიც ახლა არის ამბავი. აი ეს რამდენად ესმით ამისი სიმძაფრე იმ გამოფენაზე მომსვლელებს, ანუ საქართველოს საკითხით დაინტერესებულებს და აქ მართლაც რაც შენ აღნიშნე დახმარება, ყველა ტიპის რესურსი, რაც დღეს გვჭირდება ჩვენს კოლეგა არხებსაც, რომლებიც კრიტიკულ მედიას მიეკუთვნებიან და ონლაინ მედია გამოცემებს, რომლებიც ფეხზე ვდგავართ მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, რომლის შედეგადაც ალბათ ივანიშვილს ჰქონდა იმედი, რომ უკვე კარგახნის გამართულები ვიქნებოდით ეთერიდან და კარგახნის დაკარგული გვექნებოდა არათუ ბმა აუდიტორიასთან, რაზეც შენ ახლა საუბრობდი და მათი ნდობა, არამედ უბრალოდ გამხრელები ვიქნებოდით მათი მეხსიერებიდან. აი, რამდენად არის აღქმა, რომ ჩვენ როდესაც ხვდებით აი ესეთი მძიმე თავდასხმების შემდეგ, როგორც შეგემთხვა, ხო, სასტიკი თავდასხმის შემდეგ ისტორია, გასაშუქებელი ისტორია, ეს უკვე ნიშნავს, რომ აქ განგაშის ზარია შემოსაკვრელი და ყველა ტიპის დახმარება მისამართია ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი საშუალებით სწორედ ამ პროფესიის გადასარჩენათაც, რომელზეც გადის საზოგადოების ინფორმირება და შესაბამისად საზოგადოების გადარჩენაც დიდწილად. აქ ზუსტად ამიზნით ვარ ნინო, რომ ჩემი აღქმით ჯერ კიდევ პარტნიორების ნაწილს არ ესმის სირთულე, მდგომარეობის სირთულე, თუ რა გამოწვევების წინაშე არიან დღეს ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვებენ დღეს საქართველოში ინფორმაციას და მუშაობენ უმეტეს შემთხვევაში უხელფასოდ, ხო? ეს რამდენად დრამატულია საქართველოში ამ ხრივ ვითარება ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმით და მე დღეს თამარ ნუცუბიძესთან ერთად ევროსკოპის დამფუძნებელთან ერთად ვიყავი, ის ახლაც აქ არის და ამ პრეზენტაციის შემდეგ, როცა უკვე არაფორმალურ გარემოში ვესაუბრებოდით დამსწრეებს, ხო, ამ ყველაფრის შემდეგ თამარს ვკითხე, თამარ, ცოტა ზედმეტი ხომ არ მომივიდა თქო, ცოტა ჩხუბის რეჟიმში ხომ არ ვიყავით თქო, იმიტომ რომ ცოტა ხმამაღლა ვესაუბრებოდი ყველას, ცოტათი ემოციურად ალბათ ვერ ვიკავებდი ემოციებს და ვუხსნიდი მათ, რომ უფრო მკაფიოდ უნდა დაინახონ სურათი და რაღაცები აღიქვან ისე როგორც არის, მაგრამ იმისიც მესმის რომ ასე შორიდან რთულია. აი ჩემი кейსი რატომ არის მნიშვნელოვანი, როცა მე ამაზე პირადად ვსაუბრობ მათთან, როცა ჩამოვდივარ აქ ადგილზე. იმიტომ რომ მე ვყვები ჩემს თავგადასავალს, რომელიც არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ამბავი, ხო? ეს არ არის რაღაცა ერთჯერადი, ერთეული შემთხვევა და ჩემი ამბავი ნიშნავს, რომ ასეთ დამოკიდებულებას ავლენს ივანიშვილის რეჟიმის ყველას მიმართ, ვინც მისი კრიტიკოსია, ვინც მისი მოწინააღმდეგეა და მნიშვნელოვანია რომ ამას ყვებოდნენ ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს, იმიტომ რომ ამას აქ ჩამოსული პოლიტიკოსებიც, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შესაძლოა აღჟღერებენ, მაგრამ ჩემი აღქმით ამას სხვა ძალა აქვს, როცა პირადად საკუთარ თავზე გამოცდილი ადამიანი ამას ყვება.